გამარჯობა, მე ირაკლი ვარ. ესენი ჩემი ცხენებია. ესტებანი და ზაზუ. როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე 90 წელს პირველივე კურსიდან გარიცხული ვიქენი ისე თუ ასე რაღაც მიზეზების თუ მიზეზის გამო არ ვიცი რა დავარქვა ხო არ შეიძლება იძულებით აკეთო ის რაც არ მოგწონს რაც პროგრამაში შედიოდა. ნუ შემდეგ აღდგენილი ვიქედი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა ისე მნიშვნელოვანი ამას დაემთხვათ. სამოქალაქო ომი, ის ომი, ეს ომი, პადიეში ისვრიან გარეთ არ გახვიდეთ და ეგეთი რაღაცები. 93-ში ჩემი ბევრი ნამუშევარი სრულებით ან განადგურებული იქნა, ვინ დავადანაშაულო არ ვიცი და რა დავადანაშაულო, მაგრამ მე არ გამინადგურებია. თვითონ ესეთი ის იყო, ძალიან კარგათაც ვიყავი და ვარ იგნორირებული. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, მაგასაც უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ვის როგორი კონტაქტები ან ნაცნობობა აქვს, მაგას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთან. შემდეგ პრინციპში ახლა ძალიან გამიგზელდა საუბარი და ერთი მაგათ დედაც მოვტყად მე რა. ვისაც უნდა ეწყინოს, აი ვინც არა მხატვარია და ძალით მხატვარია, იმის გამო რომ ვითომ რაღაცეებს მიაღწია, აი მაგათის ყველას დედას შევეცი მე. იქ არ არის იქ პატივცემულობა, ფარისევლობა, მაგათ დედა მოვტყან მე, მაგათ დედას შევეცი. მე იტყვიან, აი ხო გეუბნებოდი გიჟიაო. მე ჩემთვის რა არაფერი არ წამიგია, მე პირიქით. ეს წინა თაობის იქნება, ჩემი თაობის იქნება, შენი თაობის იქნება თუ ჯერ აკვანში წევს ის არის, მაგათ დედა მოვტყან ყველასი. გავედი ახლა აქედან გავედი. იზოლებული ვიყავი, წამოსულიყავი იქიდან. სად მივდიოდი, დაახლოებით ვიცოდი. მივდიოდი სამხრეთ პორტუგალიის რეგიონში, ეგრეთ წოდებულში, რადგან ჩემი ძმა იყო იქა. მოკლედ ჩავედი იქ. ორი ვარიანტი მქონდა. ან კარიკატურები მეხატა, ან და მშენებლობაზე მემუშავა. მესამე დღეს წავედი მშენებლობაზე. არც საბუთები მქონდა, არაფერი. ჩვენ ვიყავით მონები, ჩვენი თანამემამულეები და ყოფილი მოძმე რესპუბლიკების ხალხი იყვნენ მონები. მე იქიდან წამოვედი, ერთ უნიჭოს უკეთებდი ქანდაკებას მუშის ფასში, მთლიანურ ფორმებს, როგორც მუშასაც აძლევდნენ, ეგრე ემიხდი და თან ეგრეთ წოდებულ კამპინგში ცხოვრობდი.
მანქანების სასაფლაოზეც მძინებია და აფუჭებული ნატრის თვალივით. მორჩა ეს იყო ზოგადად ეგრეთ წოდებული არც ისე დრამატულია, ჩვენთან უფრო დრამატული შეიძლება ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, ან ციხეში ვიქნებოდი, ან საგიჟეში, ან და საერთოდ არ ვიქნებოდი. ეს ძაღლი იქ ნაპოვნია. მშიერი, ისეთი ვნახე, შემეცოდა ჩემი თავი. ნაცემ ნაბეგვი და ყველასგან მიგდებული. ეს შემდეგ ერთ გალერეაში ვიყავი, იქ 1-2 ნამუშევრები გამეყიდა, მომეცა საშუალება გაბეკეთებინა ის, რაც მინდოდა გაბეკეთებინა დაახლოებით 10 თუ 12 წლის წინ. ვიყიდე ერთი ლოდი 4 მეტრაზე მეტი, თითქმის მეტრი და ნახევარი ყველა მხრიდან 27 ტონას იწონიდა, 11 ტონა გავთალე, რომელსაც ერქვა მზის ქორწინება, ანუ კაზამენტუ დუ სოლ. გაყიდული იქნა 93,000-ად, მილიონერ მათხოვარმა 7,000 მაინც დამიკლო. მე მეკონტერ მოყარეს გავსწორებოდი და გადმოვსულიყავი აქ. ბოდიში. Salut. Ça va? Oui. Ah, tu finis ça, fil? D'accord. Je verrai après. Tu viens maintenant? Ah, d'accord. À tout de suite. David-ი იყო ფილმი გადაიღო ცხენების და ამთავრა და მაჩვენებს ეხლა გამოვა. კაი ბიჭია ეხლა. ცხენს ვათხოვებდი, თავისუფალი იყო და ეხლა ჩახტა თვითონ სისტემაში და რა უღო ეხლა. გადაიხდის ბინას, სახლს, ტელევიზორს, მანქანას და მერე ალბათ დაუბრუნდება თავისუფლება. მოკლედ იმას ყვებოდი ხო, იმ მილიონერმა მათხოვარმა ის 7,000-იც მიმაკლო, ესია მოვნა მაინც ხო იცი და შემდეგ აქ გადმოვედი რამოდენიმე წლის შემდეგ იქ კიდევ ფრესკები მოვხატე, აქ გადმოვედი 2 კვიცი ვიყიდე, რომელსაც ვდი მერვე წელია უკვე. აქ მე-4 წელი დაიწყო რაც აქ და D'accord, je viens. Salut. Et je descends. Salut, ça va? Et toi? En forme? Salut les gars, vous venez? ამ სოფელს რიქსაიბი ქვია. ადრე მენახირეები ცხოვრობდნენ, კაცები ნახირში იყვნენ, ქალები ბოზობდნენ. ეხლა საზღვარი ახლოსაა და შვეიცარიაში მუშაობენ. ხშირად არაფერი არ ხდება აქაც. პრინციპში შენ უნდა მიცე შენ ცხოვრებას აზრი, თორე არაფერი აზრი არ აქვს, სადაც არ უნდა იყო.
Hello, my name is David. I'm working in the airport. It's my job because I need money to live. But I have a second hobby. I'm loving art. That's why I'm a friend of Irakli. When I have free time, I'm doing some shoot with my camera to do some small arts like a video. Let me show you what I'm doing. Let me show you what I'm doing with my hand. This is do-it-yourself project that I'm doing. This is perfect for camera. Putting the camera on there. Traveling smooth. I have a second project that I'm doing. This one is a car mount. Putting the camera on there. It's perfect. Really huge. See? Ça a trouvé où, David? Je l'ai acheté en Inde, chez un artisan. Oh. Ça a été fait à la main. Oui, oui. Oh, c'est possible, donnez-moi ça. Non, je viens de l'acheter là, non, non. Oh, je veux payer double prix. Non, même. C'est rare. D'accord. C'est bon. D'accord. Je suis pressé. On y va. Ok. Je vais. On y va. Ça va. Oh, bonne journée. D'accord. Je vais chez Chevaux, je fais chose. Attendez une minute. Non, non, je vais. D'accord. Merci. Ira. Oh. ცხელი კარგი თერაპია ადამიანისთვის და ვფიქრობ შენი თავისუფლების გამოხატულების ერთ-ერთი ფორმა. ერთ გალერეაშიც ვიყავი აქ მისალმება არ დამამთავრებინეს ეგრევე დამითხოვეს უფრო კონტემპორანი უნდოდა და შვეიცარიელი და ეგეთი ჩვენ არ გვაქვს. მალე ჩვენ აღმოჩნდებით კონტემპორალურ არტის ნაწარმოებთა წინაშე, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ვიცი რა დავარქვა, არავითარი შთამბეჭდაობა, ზეგავლენა, კონცეფცია თუ გააჩნია, ეგ არ ვიცი, თლად არ მოვთხრი, უბრალოდ თქვენ თვითონ განსაჭერთ.
აქაც ადვილის სტრატეგია, კარგი მარკეტინგია და დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში და ეს ბოლო 3 წელია სოკოებივით კარგად მრავლდებიან ამ ქალაქში, ამა თუ იმ ბაღში. მონტანარო 2001 წელი კონტემპორალ არტის ხელოვნება თუ დიქტატურა არ ვიცი რა დავარქვა საერთოდ ამ ადგილას რო გამოვდივარ ვცდილობ ამ ნამუშევარს არ შევხედო არ ვიცი თუ იმას იტყვი რომ ძალიან არ მოგწონს ან რაღაცა იმის თქმაც შემიძლია რატომაც არ მოგწონს მთლიან სტილთან და მიმდინარეობასთან იმდენი პრეტენზია არ გამაჩნია რამდენადაც ამ სტილის სპეკულაციასთან თუ ამ მიმდინარეობის სპეკულაციასთან ნუ ახლა სტრატეგიაც ესეთია მერიების თუ ქალაქების შედარებით იაფი დაჯდეს და არ იყოს ძალიან ამბიციური, ან პრეტენზიული. ნუ ახლა აქ რა თვითონ ნამუშევრის ვიზუალურ მხარეზე როგორ ვიბაზროს ვიტყვი, ვილაპარაკოს არ ვიტყვი, როდესაც ყველაფერი ძალიან ზედმეტად მარტივია და როდესაც არაფერს არ გაძლევს. თან ყველაზე კარგად ის მომწონს, თუ ასე ილაპარაკებ, როგორც ჩვენთან აქაც მოსულა ეგეთი რამე, შენ არ გესმის და მორჩა. ბატონო შეიძლება გაუგებარია ეს ბატონო კიდევ ერთი ჩვენ ვიმყოფებით ბოზ-არტის მუზეუმის წინ მხატვარს არ დავასახელებ საკმაოდ ცნობილია მისი კალიგრაფია თუ სტილისტიკაც და ნუ მართლა რა არის ეს რა ძალიან შთამბეჭდავია, 5 ცალია ესეთი ამ ბაღში. ნუ რა უნდა ვთქვა, დამწვარი ხეებია, ნაბდიან კაცებს ვეძახი. არის გაკეთებული ფული ამაში. ახლა შორს ჩამოყვება ის ქათმების სეტკაზე აწყობილი ცემენტის ისა, ის საერთოდ კუბია და არის კარგად კეთდება აქაც თანხები და ფინანსები. მე გვერდზე ვარ როგორც იქ, ისევე აქ. აქ კიდევ ფართხალებ არა უშავს. რა უნდა ვთქვა ამის დედას შევეცი წავიდეთ ახლა. ცოტა ყავა დავლიოთ, ჩემებსაც გაჩვენებთ ახლა და Nostalgie, et puis je voudrais vous signaler que la tournée Star 80 va démarrer bientôt, hein, c'est quasiment demain. Ça sera le 1er février, ça se passera à l'Antares du Mans, il y aura
აგიზედი სიცივია რომ ქვასაც ხეთქავს და შეხვევა უნდა. წავიდეთ კუკი, წავ. აქა ეს ჩემისა. Combien tu payes? Tiens, cadeau. Oh, merci. ისე რა ტრაქში სათხრელად მინდოდა.